Христианс. Зманოდა დამო. ჩვენ ყოველთვის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ საუბრობთ ამ მეტად აქტუალურ თემაზე, ოჯახს, სოლქროს, კაცსა და ქალის სიყვარულს. ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულს. მარხვაში, რა თქმა უნდა, ამ თემაზე უხერხულია საუბარი და რადგან მარხვის წელიწადის უმეტესი დრო მარხვა დაახლოებით 210 დღე, 365 დღიდან აი როცა ხსნილი პერიოდია, იმ დროს ვარჩევ ხოლმე და გადაგებთ ამ თემის შესახებ. აი დღეს გადავწყვიტე რომ ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან 60 ქულო, რომელიც წავიკითხეთ ციხის თავზე, ციხის უფროსზე, რომელიც დაემოწაფა პავლე მოციქულს, მას ამ კაცს და გახდა ქრისტიანი მთელი ოჯახით, ამ კაცს ოჯახი ჰყავდა და ძალიან უყვარდა როგორც თავის ოჯახი, მზრუნველი მამა იყო და რადგან ეს თემა არსებობს, ხელმოსაკიდი რომ ამ თემის შესახებ ჩვენ დღეს ვისაუბროთ დღეს ამ მეტად აქტუალურ საკითხზე. ძველ საქართველოში ძმანო და დანო იყო ძალიან დიდი კულტურა, ოჯახის კულტურა, ძველ საქართველოში ძალიან დიდ დონეზე იყო ეს. ჩვენ წინაპრებში და იყო რამოდენიმე წესი, ასე ვთქვათ, ცოლის მოყვანის, რამოდენიმე წესი. ერთი შეხედვით ძალიან უცნაური, დღეისთვის მიუღებელი წესი, რაღაცა თითქოს უცნაური, აკვანში დაწინდვა ერქვა ამას. როგორ ხდებოდა? მაგრამ ეს არ იყო საერთო წესი და მარტო ასე კი არ ინიშნებოდნენ და ესე კი არ იქნებოდა ოჯახები. ეს შეიძლება რაღაც 10%, 5%, რა ვიცი, არ შეიძლება 20%-იც ესე იყო, მაგრამ ეს წესი იყო. აკვანში დანიშვნა რას ნიშნავს? ესე იგი ოჯახები, ერთმანეთის მეგობარი ოჯახები, ვისაც ერთმანეთსაც სიმპათია ჰქონდათ, ერთმანეთსაც სიყვარული ჰქონდათ, მეზობლები იყვნენ, ესენი მეგობრები იყვნენ თუ სხვა ნაცნობები, მოილაპარაკებდნენ და ამბობდნენ, რომ ესე იგი ეს ბიჭი, რომელიც დაიბადებოდა ერთ ოჯახში და გოგონა მეორე ოჯახში, აკვანშივე დაწინდავდნენ, ანუ მოილაპარაკებდნენ და იტყოდნენ, რომ აი რო გაიზრდებიან ბავშვები, ერთმანეთს შევავდოთ და აი ესე იქნებოდა ოჯახი. რა თქმა უნდა, ხა დღეს ეს მიუღებელია, დღეს არ ხდება პრაქტიკულად, მაგრამ და ისმის კიდევაც კითხვები, რომ აი როგორ შეიძლება ესე უსიყვარულოდ, როგორ შეიძლება ბავშვებს არ უყვარდეთ შემდგომ ერთმანეთი, როგორ შეიძლება დაოჯახებდა და შემდეგ, მაგრამ ეს წესი აკვანში დანიშნვის. ერთ საიდუმლოს მალავს ძმანო და და. ჩვენ დღეს თანამედროვე ადამიანები ცოცხლანაირად უყურებთ სიყვარულს და ძველად გარეგნულად უყურებთ სიყვარულს. ძველად უფრო სიღრმისეულად უყურებდნენ ამ საკითხს. რა იყო ოჯახი, ნამდვილი ოჯახი და რა იყო ნამდვილი სიყვარული კაცისა და ქალის. ქრისტიანული სიყვარული ძმანო და და. ძველ საქართველოში ეს კარგად იცოდნენ, რომ ცოლსა და ქმარს შორის სიყვარული გაძლიერდებოდა მაშინ, როდესაც ცოლი და ქმარი პატიოსნად იცხოვრებდნენ, ქრისტიანულად იცხოვრებდნენ. მაშინ ძმანო და დანო სიყვარულს, რომელსაც საფუძვლებს ჩაუყრიდნენ დასაწყისში, ეს სიყვარული სულ უფრო დიდდებოდა და დიდდებოდა. როგორც სახარებისეული დოგვის მაცვამი, როგორც ამბობს უფალი, როგორც სახარებისეული ცომი, მაცხვარი ამბობს, რომ ღვთისასუფეველი ემსგავსა დოგვის მართვას, რომელიც ძალიან პატარა, მაგრამ როდესაც მოხდება მიწაში და მიეცემა საშუალება, რომ ესე იგი აღორძინდეს, მე დიდ ხედ იქცევა.
მსგავსად აი ესე ქალისა და კაცის სიყვარული ძმანო და დანო. მაშინ იქნება სიყვარული თუ მიეცემა ესე იგი დასაწყისი ექნება და გაიზრდება მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი ექნება ქრისტიანული. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოჯახი და ის სიყვარული კაცისა და ქალისა აუცილებლად განკარდება ძმანო და დანო. აუცილებლად. იცოდნენ რა ეს ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა აი ესეთი წესი ჰქონდათ აკვანში დაწყების. და ოღონდ თუ იყო რამე შემდგომ ობიექტური მიზეზი, რომ თქვა სიტყვაზე ვამბობთ, ერთ-ერთი მხარე ავადმყოფი იქნებოდა, ან ღმერთმა დაიფაროს, მახინჯი იქნებოდა ისე რომ ვეღარ მიუვიდოდა კაცგული ქალზე, მაშინ წდებოდა იქ, განა ეს აუცილებელი იყო, მაშინ წდებოდა იქ აღარ ხდებოდა ობიექტური მიზეზის გამო. ასე რომ ეს მაინც იქამდე დადიოდა, რომ ბიჭ და გოგოს უნდა შეყვარებოდა ერთმანეთი. პირველი კითხვაც ხო ეს არის, ნებით მიყვები ეუნება, ესე იგი მღვდელი საქმროს საცოლეს ნებით ისან და ერთმანეთს ნებით ხდებოდა ეს და არა ძალადობით. თან უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ძველ საქართველოში სრულყოფის ასაკი იყო უფრო დღეს ვარ თქვა 18 წელი, ზოგან ამბობენ 24 წელიც კი, მაგრამ ზოგ ქვეყანაში ითვლება. მაგრამ საქართველოში ეს იყო 15 წელი. 14-15 წელი ძმანო და დანო. რუის უბნისის კრების კანონიც ზუსტად ესე განაჩინებს. ზუსტად მაპატიეთ აღარ მახსოვს 14 ან 15 წელს. ესე იგი ქალის გათხოვების ასაკი. მიუთითებს რომ ადრე ნუ გათხოვდებიან ამაზე ადრევე, ესე იგი უფრო ადრეც იყო ესე თხოვდებოდნენ ჩვენი ესე იგი გოგონები და აი ასაკი დაადგინა რუის უბნისის კრება. ასე რომ იმ აკვანში ისე გაიბენდა უცებ აკვანში დაწინდულების 14-15 წელი, 16 ძმანო და დანო, რომ თვალის დახამხამებაში. აი ესეც იყო გათვალისწინებული. თან ისეც იყო გათვალისწინებული, რომ დღესაც ესე უნდა იყოს სამწუხაროდ დაიკარგა ეს ოჯახის კულტურა. შემორჩა მცირედი ან ნუ საერთო წესი დაიკარგა. ძველად ოჯახი თუ იყო მრავალშვილიანი და ოჯახი საერთოდ იყო და ოჯახი იქნებოდა, ეს იქნებოდა სიძლიერე, აღიქმებოდა საქართველოს სიძლიერე. ამიტომ ამისკენ იყო მისწრაფება, ამისკენ. და აი მე მინდა თქვა, რომ ჩვენ ხშირად ვეძებთ გარეგნულს ძმანო და დანო. ხშირად გაგვიგია უამრავი მაგალითია, რომ დღეს თანამედროვე ბიჭი მოიხიბლება არა შინაგანი ქალის შინაგანი სამყაროთი, არამედ გარეგნული. სადღაც იქ ღამისბარი იქნება თუ დაბადების დღეზე, ნახავს მოცეკვავე გოგონას, ნახავს ფიზიკურად კარგ გოგონას, მისი ასე თქვა გრაციოზულობით მოიხიბლება, მოყავთ ცოლად და მე 2 დღეში, 12 დღეში, 1 დღეში ოჯახი ინგრევა. ხშირი ესეთი შემთხვევა. რატო? იმიტომ რომ ეს არის დაყრდნობა გარეგნულზე, გარეგნულ სიყვარულზე, გარეგნულ ეფექტზე ძმანო და დანო. და აი ამის მაგალითი, რომ გარეგნულ ეფექტს არ უნდა დაეყო არასოდეს. განსაკუთრებით ეს უჭირთ ესეთ ასაკის ბავშვებს, 16, 17, 15 წლის ბავშვებს და ძალიან ხშირი ამ დროს ესეთი სიყვარულობანა და რო არა აქვს გამოცდილება, არა აქვს გამოცდილება, ხშირად სავალალო შედეგამდე მიდის, ძალიან ტრაგიკულად თავდება ხოლმე ეს ურთიერთობები ძმანო და დანო. ამიტომ ვისარგებლო აქვე აღნიშნავ და კვლავ განაგრძობ სიტყვას, რომ გოგონებმა უნდა გამოიჩინოთ დიდი სიბრძნე, აი ზუსტად ესეთი 14-15 წლის გოგონები ამ პერიოდში იწყება ზუსტად ეს სიყვარულობანა და გამოიჩინოთ დიდი სიბრძნე და აუცილებლად ეს ვინმეს რო შეიყვარებთ, ვინმესთან თუ დადიხართ უკვე როგორც შეყვარებულთან, აუცილებლად უნდა გაუხილოთ დედას, იმიტომ რომ დედის ლოცვა არის ძალიან ძლიერი. და დედა ამ შემთხვევაში ფსიქოლოგია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიც ამ საკითხის, ამ საკითხების და ამიტომ დედის რჩევა და დედის ლოცვა აუცილებელია. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, აი მაშინ აუცილებლად აი ამ ტრაგიკულ და აი ამ რაღაც სამწუხარო მოვლენებს აუცილებლად აიცილებთ თავიდან. ეს უნდა დაიმახსოვროთ. აუცილებლად უნდა
საქმის ხურში ჩააყენოთ დედები, რომ მათ ილოცონ და მათ მოგცეთ რჩევა. და აი შესანიშნავი მაგალითი ამ გარეგნულობის არარაობის და აი ამ გარეგნული სიყვარულის, ასე ვთქვათ, არც ქვია მას სიყვარული, აი მოხიბლის, ფიზიკურად მოხიბლის, აი ამას რომ გამოეკიდებ. ამის არარაობის შესანიშნავი მაგალითია ბიბლიური მაგალითი ამონის და თამარის ამონის სიყვარულის. ესე იგი ამონს მეფის შვილს შეუყვარდება ასევე მეფის შვილი თამარი და იმდენად შეუყვარდება, რომ დაავადყოფდება, ესე წერია ბიბლიაში. თქვენ იცით, რომ სიყვარულს ისეთ სტრესი აქვს, მე თუ უიმედოთ ეს სიყვარული, რომ ახალგაზრდა ცუდად ხდება, ძალიან ცუდად. აი მაგალითად აბიცენა არის ესეთი დიდი მეცნიერი ექიმი იქით შვაზის წარმომადგენელი და ამ კაცს უწერია თავის საექიმო წიგნში სიყვარული როგორც ავადმყოფობა და მოყვანილი ყავს ესეთი მაგალითი იქ რომ ერთ მეფის შვილს შეუყვარდება გლეხის კაცი, გლეხის გოგონა და ნუ იცის რომ არ შეიძლება მოიყვანოს ცოლად და ამის გამო დაავადდება, იმდენად დაავადდება რომ კვდება მეფის შვილი. ვინ არ მოიყვანეს ექიმი და არაფერი არ ეშვედება. ავიცენა მოუყვანეს და ამ კაცმა მიხვდა რომ გასინჯა რომ არაფერი არ ჭირს ორგანულად მიხვდა რომ შესაძლებელი იყოს სიყვარულით ყოფილიყო ავადმყოფი და ასეთი ხერხი იხმარა მოუჭირა მაჯაზე ხელი და დაიწყო ქალაქის ჩამოთვლა ესე იგი თქვა აი საქართველოს მაგალითით რომ თქვა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ერთ-ერთი ქალაქი რომელშიც ის გოგო ცხოვრობდა როგორ გაიგო მისამართი იმ ქალაქის დასახელებაზე აუთამაშდა გული, ესე იგი მაჯა გახშირდა გულისცემა. მერე დაიწყო სახელების ჩამოთვლა. თქვა ჩვენებურად თამარი, მაია, ნანა და იმ გოგოს სახელიც იპოვა, იქაც აუცე, ესე იგი გულისცემა მოემატა. და მერე მეფეს გაუცხადა, აი იმ ქალაქშიო ეს გოგო ცხოვრობს, ესეთ სახელს წადით მოუყვანეთო და გადარჩება თქვენი შვილი. მართლაც ესე მოიყვანეს და შვილი გამოჯობინდა და გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. ასე რომ რო არ ჩავიგდოთ თავი ასეთ მდგომარეობაში დიდი სიბრძნე მართებს ახალგაზრდებს ყველას. და აი ამონმა ზმანო და დანო შეიყვარა თამარი და დაავადმყოფდა. და მაშინ მეგობარმა უთხრა ესეთ ხერხს მიმართეო. მოიგონე რომ ავად ახარო, ისედაც იყო ავად და თამარმა გაგიკეთოს საჭმელი და მოგიტანოს და გაჭამოს. და მერე ადექიო და დაამყარე ურთიერთობა. მართლაც მოვიდა თამარი და ამან ჩაკეტა კარები და ეს ძალით დაამყარა ურთიერთობა. იმ წამსვე შეძულდა ამოს თამარი. დიდი სიძულვით. აი ძმანო და დანო, რა არის ესე იგი მარტო ეს ფიზიკურ გარეგნობაზე დარქმევა და ამით სიყვარული. ის შეიძლება განხარდეს ერთ დღეში, ის შეიძლება განხარდეს ერთ თვეში, 6 თვეში, ერთ წელს აუცილებლად განხარდება თუ მარტო ეს არის საფუძველი ძმანო და დანო. აი უცნაური ამბავი მინდა გითხრათ და ეს კარგი რამ არის აი იმათვის ვინც მისტირის რაღაც ხანძრელ სიყვარულს და ასე შემდეგ ერთმა ტაქსი შოფერმა სხვა მომიყვა ეს ამბავი მოყვა ესეთი რამ მე და ერთ გოგო ძალიან გვიყვარდა ერთმანეთიო ბავშვობაში მთელი სკოლის პერიოდი მეეცო და ნუ რაღაცაად მოხდა ისე რომ მე არ უნდოდი იმ ხალხს და ჩემებსაც არ უნდოდათ ეს გოგო და მოკლედ ის გოგო გათხოვდა მე მეც მოვიყვანე ცოლიო და უკვე ამას 3 თუ 2 შვილი ყავდა იმ გოგოსაც 1 თუ 2 თუ 3 და ოჯახები და გავიდა 25 წელი მე მგონი 20 წელი არ ენახათ ერთმანეთს და ეს ტაქსოვდა ეს კაცი და უცებ ქუჩაში დაინახა ეს შეყვარება გაუჩერა ისე ჩაუჯდა მე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ისე იფიქრეს რომ აი ძველი სიყვარული უნდა განვაახლოთ ესაა ბედნიერებო ის ქმარს გაშორდა ეს ცოლს შექმნეს ოჯახი ცალკე კიდე შვილიც გაუჩნდათ მე მგონი და 1.5 წელიწადი 6 თვე იყვნენ ერთად და ისე დაშორდა ისეთი ჭხუბით ისეთი ზიზღით
რომ და დაშორდნენ ერთმანეთს. ასე რომ ეს მაგალითია იმისა, რომ ზოგი რო ფიქრობს და ზოგი კალი ამბობს, რომ ეს სიყვარულით არა ვარ გათხოვილი და აი ძირითადად სიყვარულს მისტირის და მე ის ძველი შეყვარებული თუ დარეკავს, აბავს, კავშირებს და ასე შემდეგ, ეს არის ეშმაკის მახეც მანოდა და შენი სიყვარული და შეინარჩუნო იმ ოჯახში. ის არის შენი ჯვარი და იქ იქნება ღვთის კურთხევა. ღვთისმადლი რო შორდება, რა გინდ ბედნიერი ხო, მაინც გაუბედურდები საბოლოოდ ძმანო და დანო. ამიტომ ჩვენ მეორე წესი საქართველოში, მეორე წესი ეს იყო შემდეგი. აკვანში არ ხდებოდა დაწინვა, მაგრამ რო წამოიჩიტებოდნენ, ასე ვთქვათ, ბავშვები 13-14 წლის გახდებოდნენ და უკვე იქით ერთი ოჯახს ის მოეწონებოდა გოგონა, ბიჭსაც მოეწონებოდა ბიჭის ოჯახს, მერე ხდებოდა შეთანხმება ძმანო და დანო და აი ესე უღლედებოდნენ თუ ბიჭსაც და გოგოსაც მოეწონებოდა ერთმანეთი. და მესამე უგტავი და მარადიული, რომელიც დღესაც არის, რომ შეგიყვარდება იმასაც რომ შეუყვარდები, აი როგორც არის დღეს გაცნობა, გაიცნობენ რომ შეგიყვარდება, ან სკაიპით ერთმანეთს ელაპარაკებიან, მერე გაიცნობენ და ასე შემდეგ, ეს მაშინაც იყო ესეთი წესი, მაგრამ თავარ წესს არ გადადიოდნენ. ყოველთვის მაშინ ყველა ქრისტიანი იყო. ყოველთვის ეს ყველაფერი ეფუძნებოდა ქრისტიანულ ცნებების დაცვას, ღმერთს. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, განქარვებადი აუცილებლად განქარდება ძმანო და დანო. ეს სიყვარული გახსოვთ სახარებაში უფალი ამბობს, ვისაც არ უყვარვარ, ვისაც უფრო მეტად უყვარს, ჩემზე მეტად. დედა, მამა, ცოლი, შვილი ის ჩემ და ღირსაა. ზოგს აბყოლებს ეს სიტყვები და ვერ ხვდება, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ აქ სიყვარულს კი არ გზალავს უფალი, ეგ როგორ შეიძლება იფიქრო, არამედ პირიქით მიგანიშნებს ჭეშმარიტ სიყვარულს, შვილისას, ცოლისას, დედის, მამის, მეგობრის ჭეშმარიტ სიყვარულს, იმიტომ რომ თუ ღმერთს დაივიწყებ, აუცილებლად დაგავიწყდება ცოლით, შვილიც და თუ ღმერთს არ დაივიწყებ, აი მაშინ ყველა სიყვარული იქნება ცოცხალი. ყველა დანარჩენი. პირველად ღმერთი, ამას უნდა დაეფუძნოს ეს. და ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით, შესანიშნავი მაგალითი ეს ყოველთვის გახსოვდეთ. აბრაამს, როდესაც უნდა აბრაამს რომ ცოლი შერთოს ისააკს თავის შვილს, ნახე მოხუცი აბრაამი რას ეუბნება თავის ერთგულ სახურს, წადიო ქანანელებიდან მოამოირჩევ გოგონას. ეს რას ნიშნავს? ქანანელები იყვნენ ამპარტავანი გოგონები, საერთოდ ამპარტავანი ხალხი. ქედმაღალი, გულფიცხელი, უსწრდენი, უშრომელი და აბრაამს არ უნდოდა იქიდან მოეყვანა. გააგზავნა იქ, სადაც შეიძლებოდა ამოერჩია ისეთი გოგონა შვილისთვის, რომელიც იქნებოდა ღვთისმოშიში, შრომის მოყარე, თავმდაბალი, აი ეს თვისებები, ძმანო და დანო, აუცილებელი თვისებები. და მართლაც აი ესეთი მოიყვანა ისააკისათვის რებეკა ძმანო და დანო. და კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აქვს გოგონებსაც, ბიჭებსაც, ამბობენ, რომ აი ვთქვათ, ზოგი 20 წლისა, ზოგი 40 წლისა უნდა გათხოვება და ამბობს, რომ აი ველოდების სიყვარულს გაცნობით არ შემილია სიყვარული, ესე როგორ შეიძლება სიყვარული და ასე შემდეგ. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც შენ ამოირჩევ და დათანხმდები და მოხდება ჯვრისწერა, ეს ღვთისგანგებით იქნება, მაშინ უნდა იცოდე, რომ ის კაცი უცნობი კი არა და ვიღაც უცხო კი არა, არამედ ის არის ღვთისგან მოცემული ყველაზე დიდი საჩუქარი შენთვის და ის კაცისთვის არის ყველაზე დიდი ღვთისგან მოცემული. და ის რაც ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია, როგორ შეიძლება შენ უწოდო ამას შემთხვევითობა, ან რა თქმა უნდა, როცა გადაწყვეტ შენ ოჯახის შექმნა, ძალადობით არ შეიძლება. ასე რომ და მერე თუ ქრისტიანულად იცხოვრებ, ცოლი და ქმარი არ უღალატებს ერთმანეთს და ბავშვებს გააჩენენ და იცხოვრებენ ქრისტიანულად, ნახავენ რომ ის გოგო, რომელიც შენ ყავს, კაც და ანუ ამ ის კაცი, რომელიც ყავს, ქმრა, ის ღმერთმა, ის ცოლი, ის ქალი შენთვის დაბადა ძმანო და დანო. მიხვდები ამას. ანუ ის ოცხო კი არ იქნება, მიხვდები რომ ის შენთვის დაბადებულია, შენთვის დაბადა ღმერთმა. ასე რომ ეს ძალიან სიახლოვე, ძალიან ახლობლობაა და არა შორეულობა და ზოგი აი ამას ფიქრობს, რომ
და კიდევ ერთი რამ, საქართველოში 14-15 წლის ასაკის ქალებს აუცილებლად ათხოვებთ. აუცილებლად. ეს ის პერიოდია, როდესაც აი ეხლა რომ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ძირითადად შემოვიდა ეს სცენი, მეგობრებს რო იჩენენ. ჯერ ერთს, მერე მეორეს და მესამეს და აი ეს ის ასაკია. ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა, ნამდვილმა ფსიქოლოგებმა იცოდნენ ეს ყველაფერი და აი ამ ასაკში ოჯახს აქნევდნენ. ჩვენ ეს ახლა მიუღებელია 14-15 წლის ასაკი ისეთი პერიოდია, მაგრამ რა არის 20 წლის გოგო გაუთხოვა, 24-25 წლის გოგო გაუთხოვა, 35 წლის გაუთხოვარი გოგო, რა არის ეს? და დღეს აი ესეთი ტენდენცია, გოგონა ფიქრობს რომ დაამთავროს უმაღლესი, მერე დაამთავროს ასპირანტურა, მერე გაიკეთოს კარიერა, მერე და მიდის და ხდება 35 წლის. დათვალის დახამხებაში ხდება. უღერო, ეს არ შეიძლება. ყველაზე დიდი მაინც ოჯახი, რა თქმა უნდა, სწავლა. თუ გაქვს ნიჭი, საქმე იმაზე ზოგს არ აქვს ეს ნიჭი და მაინც უნდა. თუ ეს ნიჭი გაქვს, მიეც ნიჭს გზაფართო, რა თქმა უნდა ისწავლე, რა თქმა უნდა, პარალელურად ოჯახით შექმენ ადამიანი. დიდი ჩვენ ტრაგედიამდე მივედით. ერთი მონაცემი არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ სანახევროდაც რო იყოს სწორი და 1/3-დადაც მაინც ტრაგედია. მე წავიკითხე გაზეთში, რომ საქართველოში არის 16, ნუ ეს გათხოვების ასაკი თქვათ, სავარაუდო. 16-დან 44 წლის, ნუ 45 წლის ქალები, ესე როცა შეიძლება შვილი გეყოლოს, მაქსიმალური ზღვარი 400,000 გაუთხოვარი ქალები. ოჯახის არ შექმნა. ეს არის რაღაც გინდა ომი, რაღაც გინდა რამ წაგებული გაქვს ომი, უომრად წაგებული გაქვს უომრად საქართველოს. და რაც დღეს ხდება, ჩვენ რო ვიძახით, რომ ქვეყანა რატო ასე დღეში, რატოა წართმეული ტერიტორიები, გარბის ხალხი, უამრავი ხალხი გასულია საქართველოდან და ეს ყველაფერი, რაზეც კი ეროვნულზე ტკივა გული, ეს ჩვენი ბრალია ძმანოდა და ნუ რა ვის უნდა დავაბრალოთ. ჩვენი ბრა, იმიტომ რომ დიდი მშვიდობიანი პერიოდი ასე თუ ისე რო იყო, აი 45 წლიდან მოყოლებული, იმის შემდეგ პრაქტიკულად ომი რაღაც მცირე ომებს თუ არ გავიხსენებ ბრძოლებს საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ იყო მშვიდობა იყო, მაგრამ იყო დიდი, ასე ვთქვათ, შეცდომა ქართველი ერის ალბათ, რომ ოჯახები მართალია იქმნებოდა, მაგრამ მხოლოდ 1 და 2 შვილს აჩენდა. მხოლოდ 1 და 2 შვილს. რამაც პრაქტიკულად გავიდა 10 წლები, რამაც გამოიწვია აი საქართველოს ესეთი დაკნინა. ჯერდი ცოდვა ჩებოდა და მერე ნამატი აღარ იყო და თუ ჩვენ 1918 წელს უსწრებდით სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც და ყველაზე მეტი კავკასიაში ქართველი ხალხი იყო, დღეს მანო და დანო ყველაზე ნაკლები ვართ. რატო ომი იყო, ბრძოლა არა? აი ესე მშვიდობიან პერიოდში წავაგეთ საქართველოს. ამიტომ ეს ტრაგედიაა მანო და თუ ვინმეს მე არ ვამბობ რომ ამისთვის უპირველეს ყოვლისა ღვთის გამო უნდა შექმნა ოჯახი. ღვთის გამო გააჩინო შვილები, იმიტომ რომ ეს შვილი არის პოტენციური სასუფეველის მოქალაქე. შენ რო გააჩენ შვილს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გააჩინე ადამიანი, რომელმაც შეიძლება მარადიულ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ქრისტიანმა ამიტომ უნდა შექმნა ოჯახი, რომ ეს უდიდესი სიკეთე გააკეთო. და მეორეც, ზუსტად სამშობლოსთვის, შენი წილი, რაც შენ შეგიძლია გააკეთო, ძმანო და დანო გააკეთე, როგორც უწმიდესმა გვაკურთხა. შენი წილი გაიღე, შენი წინაპრების გავსა და გაიღე, შენ რაც შეგიძლია გააკეთე საქართველოსთვის. და ერთი რამ და დავასრულებ, ძმანო და დანო, ზოგს უნდა ოჯახის შექმნა ანგარებით. ეს არ არის სწორი. აუცილებლად თუ შენ ამას დაეყნო, აქაც მხოლოდ იმას უნდა დაეყნო, რომ შენ ასე ვთქვათ
ქრისტიანულად ღვთისნება როგორც იქნება ისე გააკეთო და არა ისე რომ დაიწყო ძიება რომ ანგარებით შექმნა ოჯახი ძმანო და დანო. ეს არ არის სწორი ძმანო და დანო. და აუცილებლად სავალალო მდგომარეობამდე მივა ესეთი ადამიანი. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ აი კაცს რომელსაც უნდა ცოლის მოყვანა და ფიქრობს აი მე მოვიყვან ისეთ ქალს რომელსაც ექნება მანქანა, სახლი, სიმდიდრე, ზითებში ვთქვათ ქარხანა ექნება და ექნება დიდი შემოსავალი და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქალი პირველად ასე კი არ უნდა დააფასო. შენ უნდა დააფასო იმ თვისებებით, რომელიც მე ვთქვი და ქალი თვითონ არის ქარხანა, ისე მოაწყო ღმერთი, ძმანო და და. ოღონ ქარხანა ის უშვებს არა მანქანებს, არა სამკაულებს, ოქროს, არამედ ბავშვებს, ყველაზე ძვირფას, ძმანო და და. ყველაზე ძვირფას. ამიტომ იცი რა ეს შენ, ამას რა შეედრება? როგორ უნდა იფიქრო რამე სხვა? ქალს ქვია ქართულად რძალი. რძალი. რას ნიშნავს? რატო ქვია რძალი? რძალა. ქალი არის რძალი. ოჯახში რომ რძალი შემოდის, ნიშნავს შემოდის რძალი, რძალა, დიდი რძალა. და მე შენ როგორ გამოიყენებ და როგორ განავითარებ ცხოვრებას იმაზეა დამოკიდებული ძმანო და დანო. ასე რომ ხოლო ჩვენ ვამბობთ რომ ღვთისმოსავი, კდებამოსილი და თავდაბალი უნდა იყოს ქალი, თორემ მაშინ სოლომონ მეფის არ იყოს, ბიბლიაში წერია ქალმა შეიძლება დაანგრიოს კაცი და შეიძლება აღორძინოს კაცი. აი ისეთმა ქალმა, რომელიც კდებამოსილია, ღვთისმოშიშია, თავდაბალია, აღორძინებს ოჯახს. და ისეთი რომელიც საწინააღმდეგო თვისებებისა დაანგრევს, გაანადგურებს კაცს. და უფრო მეტად ძმანო და დანო, აი ისეთ ოჯახებზე როცა ფიქრობს კაცი რომ ასეთ ოჯახიდან მოვიყვან ქალს, უფრო მეტად ესეთ ოჯახებში ესეთი კდებამოსილი და თავდაბალი ქალები არ არიან ძმანო და დანო. და მერე სოლომონის სიბრძნე არ ახდეს შენზე. ამიტომ ნუ იფიქრებ ამას. შენ იფიქრე როგორც იქნება ღვთის ნებით და ის თვისებები შეაფასე ქალს და მერე იმას მოყვება სიმდიდრე თუ არ მოყვება სიმდიდრე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძმანო და დანო. სიმდიდრე არის ღვთის ხელში და რაც საჭიროა აუცილებლად მოგმადლებს უფალი ესეთ ოჯახს ყველაფერს. და კიდევ ერთ რამეს მინდა შევეხო, ძალიან ხშირად ამბობენ გრიგოლ ასეთი წერილებიც კი იწერება, გრიგოლ ხანძთელმა დააკარგვინა აშოტ ყუროყალაც ნამდვილის სიყვარული. აი პირდაპირ აი ესეთ სიტყვებით იწერება, დააკარგვინა ნამდვილის სიყვარული. და გრიგოლ ხანძთელმა სიძვის დიაცი რო წამოიყვანა და მოაშორა აშოტს, ამიტომ მოაშორა, რომ მან გააბედნიერა აშოტი და კი არ გაუბედურა, იმიტომ რომ იცოდა რომ ამ ქალთან არ იკურთხებოდა მათი ურთიერთობა და დასრულდებოდა დიდი ტრაგედიით. ამიტომ მოაშორა აშოტს და მიცა საშუალება რომ აშოტი ყოფილიყო ბედნიერი. აი ესე უნდა შეხედოთ ამ საკითხს ძმანო და დანო. გაგურთხოთ, დაგლოცოთ უფალმა და იფიქრეთ რომ შექმნათ ოჯახი. ხო ხედავთ რა წუთის სოფელია ეს ცხოვრება. თვალის დახავა გაიხედავ და 50 წლის ხარ. მერე გაიხედავ და დამთავრდა ცხოვრება. ასე რომ შექმნეთ ოჯახი. რაჯობია ამაზე მეტი ძმანო და დანო. ამაზე მეტი როგორ შეიძლება ამაზე მეტი რამ სიხარული იყოს. ზოგი ამბობს გააჩინეთ შვილები, რა იცით იქნებ მეორე თამარ მეფე დაიბადოს, მეორე შოთა რუსთაველი და ასე შემდეგ. ესეც სწორია, აკაკი, ილია, ვინ იცის მართლაც, მაგრამ რა შვაშია შოთა და აკაკი. ძმანო თუ არ დაიბადა ვიღაცა იფიქრებს ესეთი გენიოსები, მაშინ არ უნდა გააჩინო ის პატარა ბავშვს რომ გააჩენს, პოლხორია, ბოხორია, პატარა ბავშვი შენთვის ის შოთა რუსთაველიც იქნება ყველაფერი. შენ ხო ის გეყარება, სოფლიოში ყველაზე მეტად გეყარება ძმანო და და. ამიტომ თუ შოთასნაირი იქნება და თამარისნაირი რაჯობია, მაგრამ სულ არაფერი რო არ იყოს, დაუნიც კი რო იყოს, ისე გეყარება ძმანო და დანო. თელ სოფლიოში ყველაზე მეტად ის გეყარება. ამიტომ ძმანო და დანო
სიბრძნე, ჩვენი წინაპრების სიბრძნე და მადლი გადმოგვესხას და აუცილებლად უნდა ეცადოთ რომ შექმნათ ოჯახები. ოღონდ მე ყოველთვის როცა ვლაპარაკობ ოჯახის შესახებ, თითქმის აღარ ვამბობ ამას. ბერობა ეს არის სასწაული. თუ ვინმე წავა მონაზვნად და აღიკვეცება, ეს ყველაზე დიდია. ამას ყოველთვის ვაღიარებ. მე ეს არის ყველაზე დიდი სიბრძნე, მაგრამ ეს შეიძლება ერთეულებს ეკუთვნით, შეიძლება კი ერთეულებს ეკუთვნით და ყველა მასიურად ამას ვერ იზამს. ამიტომ თან როგორც მე ვაკვირდები, უმეტესობას თქვენ არ გაქვთ ეს მისწრაფება და ამიტომ დროზე ეცადეთ რომ შექმნათ ოჯახი. ლოცვით და აი იმ წესებით რაც მე ვთქვი. დაგლოცოთ და გაგორთოთ.